მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი გოსალია. წარმოგიდგენთ ბიბლიური ფასეულობების კურსს და დღეს ვისაუბრებთ საინტერესო თემაზე, რაც წარმოადგენს ადამიანური მყოფობის საღვთო განაზრახი, ანუ ადამიანი როგორც თავისუფალი და მოყვარული არსება. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადამიანის შექმნაზე, რით არის ის განსხვავებული სხვა ქმნილებებისაგან, უპირატესად ვისაუბრეთ ხილულ სამყაროში წარმოდგენილ განსაკუთრებულობაზე, ადამიანისა და ანგელოზის ურთიერთმემართებაზე არაფერი გითხოვს. ამის შესახებ თუ საჭირო გახდა შემდგომში დავძრავთ სიტყვას. დღეს ვისაუბროთ მოდელზე, რომელი მოდელიც წარმოდგენილია სამოთხისეულ რეალობაში და რაც თავისთავში გულისხმობს ადამიანის იმყოფობას, რამყოფობითაც მას უნდა მიეღწია განხრთობამდე. ჩვენ განხრთობის შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ, საკმაოდ ღრმა თემაა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. დღეს მხოლოდ ამ სამოთხისეულ სივრცეზე ვისაუბროთ. მოდი დღეს ცოტა დავაკონკრეტოთ და ვთქვათ, რომ ადამიანის შექმნა და არა მარტო ადამიანის ზოგადად შექმნა წმინდა წერილში ებრაულ დედანში ორი ზმნით არის წარმოდგენილი, ეს არის ზმნა ბარა და ზმნა ასა. ბარა ზმნა ნიშნავს ისეთ შექმნას, რომელიც არ იყო და გაჩნდა. ანუ უმყოფელობიდან რაღაცის გამოხმობას. და ასა ნიშნავს ზმნას, რომელიც გულისხმობს რაღაცისაგან, უკვე შექმნილისაგან რაღაცის გამოძერწვას, რაღაცის ახალი შექმნას. მაგრამ ეს ახალი არის არა არსებითად ახალი, არამედ არის უკვე არსებულისაგან შექმნილი სიახლე. როდესაც წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს თხრობა სამყაროს და სამყაროსთან ერთად ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით, იქ ჩვენ ამ ორ ტერმინს ხვდებით. პირველ თავში გამოყენებულია ტერმინი ბარა, მეორე თავის თხრობაში წარმოდგენილია ტერმინი ასა. ანუ პირველ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ადამიანი გამოხმებულია უმყოფელობიდან. ვლადიმერ ლოსკი აღნიშნავდა თავის დროზე, მძიმე ადამიანისათვის წარმოიდგინოს რა არის მარადიულობა. მაგრამ ადამიანის გონებისათვის უფრო მძიმე ჯვარს წარმოადგენს წარმოიდგინოს რა არის აბსოლუტური არაფრობა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს წარმოვიდგინოთ, მარადიულობაზე კიდე შეგვიძლია 2-3 სიტყვა დავწეროთ. და რაღაცნაირად მიახლოებით, მაგრამ აღვწეროთ მარადიულობის სივრცე, მაგრამ რა არის უმყოფელობა, ამას ვერ წარმოვიდგენთ, ეს გაცილებით მძიმე ჯვარია ადამიანის გონებისათვის მართლაც. და როდესაც ადამიანზე საუბრობენ, შეგვიძლია ვთქვათ, ესეთი ძალიან საინტერესო რამ, ერთ-ერთი საკმაოდ ღრმად მოაზროვნე პიროვნება ადამიანს ასე უყურებდა, რომელიც ორ სივრცეს შორის არის მოქცეული. ეს არის სივრცე მარადიულობისა და სივრცე უმყოფელობისა. ამ სინამდვილეშია დასანახი არაფრობიდან წამოსული და მან არ იცის რა არის არაფრობა, მარადიულობისაკენ მიმართული და მან არ იცის რა არის მარადიულობა და განხრთობა, რომლის შესახებაც ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ, თავისთავად ცხადია, თავისთავში გულისხმობს ამ საიდუმლოში წნომის დეტალსაც. და ამიტომ ძალიან ღრმად სააზროვნოა და შესაბამისად პირველი თავის თხრობა გულისხმობს ამას, რომ უმყოფელობიდან მყოფობაში გამოხმობილ იქნა ადამიანი. და მამაკაცად და დედაკაცად არის ის გამოხმობილი, ხო? ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე ბიბლია კატეგორიულად ხაზს უსვავს დედაკაცის მაღალღირსებას, მის განსაკუთრებულობას, მის საოცრებას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბიბლიაში ვერავინ მანახებს ისეთ ეპიზოდს, თუ კონტექსტიდან არ მოაგდო ის, სადაც დედაკაცი დამცირებულია, ან შეურაცხყოფილია, ან და რაღაცა მსგავსი რამე. უფრო მეტიც ჩვენ ვკითხულობთ მათე მახარებლის სახარებას და იქ მაცხოვრის გენეალოგია წარმოდგენილი, აბრაამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა და ძმანი მისი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ყველგან ჩვენ უნდა ამ პიროვნებების გვერდით, აბრაამის გვერდით, ისააკის გვერდით, იაკობის გვერდით, იუდას გვერდით უნდა ვიგულისხმოთ ის საოცარი დედაკაცები, საოცარი ქალები, რომლებიც მათ ფეხთა ყვებოდნენ, მათ გვერდით იდგნენ და მათთან ერთად ქმნიდნენ იმ ეპოქას, რომელი ეპოქიდანაც ეს გენეალოგია იღებს სათავეს და რომლის ბოლოშიც ადამიანს საოცარი სიხარული მიეცემა განკაცებული ღმერთის სახით. მისი მობრძანებაც, მისი განკაცებაც უკავშირდება ყოვლადწმინდა დედას, უკავშირდება ყოვლადწმინდა დედოფალს და ქრისტიანობა ამით სიაღმატებულ პატივს განუკუთვნებს დედაკაცს. და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისთვის ქალი და მასში არსებული საიდუმლო და საოცრება. ახლა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მამაკაცად და დედაკაცად
შექმნილი ადამიანი, მყოფელობიდან გამოხმობილი ადამიანი მეორე თავში უკვე წარმოდგენილია რაღაც ისტორიული მყოფობით, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ახლავს თან. პირველი თავის თხრობას ჩვენ უწოდებთ კოსმოცენტრულ თხრობას, ხოლო მეორე თავის თხრობას უწოდებთ ანთროპოცენტრულ თხრობას. რა განსხვავება ახლა რას გულისხმობთ აი ამ ორ თხრობას შორის? აი პირველ თავში მოსეწინასწარმეტყველი გვეუბნება, როდის რა შექმნა ღმერთმა და მისი თხრობის ცენტრში არის კოსმოსი, ანუ მორთულობა, მშვენიერება, კოსმოსი ამას ნიშნავს, აქედან სიტყვა კოსმეტიკა, რომელიც ასევე რაღაცა სილამაზეს უკავშირდება და მოსეწინასწარმეტყველი პირველ თავში გვესაუბრება იმ სილამაზეს, იმ მშვენიერების შესახებ, რომელიც ღმერთმა შექმნა. და აი ამ თხრობის ცენტრში არის ეს მშვენიერება, ეს კოსმოსი, მაგრამ მეორე თავის თხრობა უკვე არის ანთროპოცენტრული, ანუ მეორე თავის თხრობაში ცენტრში არა კოსმოსი, არა ეს სამყარო, არამედ წარმოდგენილი ამ სამყაროს კიდე ცენტრი, ამ სამყაროს გული, ამ სამყაროს გვირგვინი, ეს არის ადამიანი და თხრობა უკვე წარმოებს ადამიანის გარშემო და არა სამყაროს გარშემო. ამიტომაც აი ადამიანი ამ ნიშნით ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის სამყაროს შემოქმედების გვირგვინი, ის არის ამ ქვეყნის ფნილი სამყაროს რაღაცა ცენტრი, რომელიც მასში იკრიბება, ამიტომაც უწოდებენ მიკროკოსმოს, მაკროკოსმოსში ადამიანი თავის თავში მთელ კოსმოსს, მთელ სამყაროს იტევს. ამიტომაც არის რომ ადამიანი როდესაც დაეცემა მის დაცემას მოყვება მთელი სამყაროს დაცემა. აი ანგელოზის დაცემა სამყაროს დაცემა არ მოყვება, ხო? ანგელოზის დაცემა მისი კერძო ტრაგედიაა, ერთ კერძო ტრაგედიად რჩება, ერთ კერძო ტრაგედიად ნარჩუნდება, ხოლო ადამიანის დაცემა უკვე მთელი სამყაროს ტრაგედია ხდება, მთელი სამყარო ეცემა მასთან ერთად. ადამიანი არის ამ სამყაროს გვირგვინი და ის იკრებს თავის თავში მთელ ამ კოსმოსს. თავისთავად ცხადია ახლა მხოლოდ მიკროკოსმოსად ადამიანს ვერ წარმოვადგენ, ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ის გარდა იმისა, რომ კოსმოსია, გარდა იმისა, რომ სამყაროს ნაწილია, ასევე არის ხატი ღვთისა და მოწოდებულია ღვთისგასობისაკენ, თუმცა ერთი ელემენტი მეორეს არ გამორიცხავს, უფრო კი ავსებს მათ. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეორე თავში ვიწყებთ თხრობას ადამიანის შესახებ, რომელიც შეიქმნა მამაკაცად და დედაკაცად. ანუ პირველი ბუნებითი ქმნილების შემდგომ, ადამიანის ბუნების დახასიათების შემდგომ უკვე წმინდა წერილი იწყებს საუბარს ადამიანის პიროვნების შესახებ. ახლა ეს პიროვნულობა, რომელსაც ხაზს უსვამს წმინდა წერილი და რომელსაკენაც ყურადღებას მიგვამართინებს, პიროვნება ვერ განმარტავებს ფილოსოფია, ვერც ფსიქოლოგია, ვერც თეოლოგია და წმინდა წერილში საცნაურდება როგორც ადამიანის მიერ მთელი სამყაროს მარტოფლობისა და მარტონეტარებაში ყოფნაზე უარის თქმა. პიროვნება წარმოდგა სწორედ მაშინ, პიროვნების შესახებ წმინდა წერილი იწყებს საუბარს სწორედ მაშინ, როდესაც არის რაღაცა პრობლემაზე აქცენტი და ეს პრობლემა გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ურთიერთობა ვერავისთან. ახლა ჩვენ გავიხსენოთ ის, რომ პიროვნულობა ფიქსირდება, პიროვნულობა იხატება სწორედ ურთიერთობაში. არ შეუძლია პიროვნებას ურთიერთობის გარეშე თავისი თავი გამოავლინოს, ფიქსირება მოახდინოს თავისი თავისა ურთიერთობის გარეშე, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის თხრობა, რომელიც თხრობა წმინდა წერილში იქნება წარმოდგენილი. მოდით მივიდეთ ამ ადგილას ეტაპობრივად. თავიდან აღვნიშნოთ, რომ ადამიანის მარტოობა ძალიან პირობითია და ძალიან საინტერესოა. საღვთო განაზრახს დავინახავთ ამაში, ადამიანის მარტოობაში. ადამიანის წინაშე ღმერთი წარმოადგენს მთელი მდიდებულებას, იმ მშვენიერებას, რომელიც სამყაროს სახით შექმნა მან და მისცა ის ადამიანს და აი აქ წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ადამიანი არ აღმოჩნდა შემწე. კი ჩვენ მე გვაქვს ეგზეგეტიკაში ტერმინი ადამმა მოიწყინა, მაგრამ ეს ტერმინი და ეს მომენტი არ ფიქსირდება წმინდა წერილში, ადამიანის არანაირ მოწყენილობაზე წმინდა წერილი არ საუბრობს. წმინდა წერილი უფრო საუბრობს არა მოწყენაზე, არამედ საუბრობს რაღაცის ძიებაზე, რაღაცისაკენ სვლაზე, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას უნდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ადამისი არ აღმოჩნდა შემწერი, ისი შემწე არ აღმოჩნდა, აი ღმერთმა ადამიანს მიგვარა მთელი ქმნილი სამყარო. მიგვარა და ეუბნება, რომ აი ეს სამყარო არის შენი. ეს ყველაფერი შევქმენი შენთვის, შენც შეგქმენი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს შენი, იყოს შენში და გქონდეს შენთან ურთიერთობა. ჩვენ ვიყოთ ერთნი. ეს არის მიზანი ადამიანის შექმნისა. აი მერე წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ღმერთი ეუბნება ადამიანს, რომ სახელები დაარქვა ცხოველებს. ხო შეუძლია ღმერთს, რომ სახელდარქმეული ცხოველი წარუდგინოს ადამიანს. თავისთავად ცხადია შეუძლია.
მაგრამ აქ არის ორი მომენტი. პირველი, სახელების დარქმევის აქტი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სახელების დარქმევით ადამი მარტო კი არ ხედავს, არამედ ადამიანი განიცდის და იაზრებს, რომ ეს ყველაფერი მისია. აი ეს მთელი სამყარო მას მისცა ღმერთმა, მისი მეუფების ქვეშ ადგას, ანუ თვითონ ქმნილება მეუფედ არის დადგენილი, აი ეს მეუფებრიობის განცდა შემოდის მასში, გააზრება შემოდის მასში და აქედან მოდის ხოთაშორის ჩვეულება იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე ბატონი მონას რო იყიდდა, სულ არ აინტერესებდა რა ერქვა მას, თვითონ არ ქმნებდა სახელს, რადგან სახელის დარქმევა იყო სიმბოლო, იყო ნიშანი მფლობელობისა. სახელის წოდებელი საკუთრება ხდებოდა ის, ვინც ამ სახელს ატარებდა. ადამიანს აი ეს მიეცემა, სწორედ ადამი ხედავს, რომ თვითონ ქმნილება, მის გარშემო უსალოდოდ ყველაფერი ქმნილება, მაგრამ ის არის განსაკუთრებული ქმნილება. ეს ყველაფერი მისია. მეორე დეტალი, რომელიც ხდება საცნაური სახელების დარქმევის კონტექსტში, გახლავთ აი ამ თვისების, ამ ნიჭის შემოქმედების გამოვლინება. ადამი იწყებს შემოქმედებით ცხოვრებას და ადამმა თავისი თავი უნდა გამოავლინოს შემოქმედებაში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იცით მივაქციოთ ამას ყურადღება, რომ ადამი იწყებს თავის იდენტობის ფიქსირებას შემოქმედებაში, ის სახელებს არქმევს. აი ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ თითქოს და ღმერთი ეუბნება ადამიანს. შენ ჩემნაირად შემოქმედი უნდა იყო. მაგრამ შენ არ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გავაკეთე მე. შენ არ შეგიძლია უმყოფელობიდან მყოფობაში გამოიხმო ქმნილება. მაგრამ შენ მსგავსი მობაძავი იყავი ჩემი იმით, რომ უმყოფელობიდან მყოფობაში გამოიხმე მათი სახელები. და ეს სახელები იყოს მათი მახასიათებელი. ამ სახელებით აღიჭრონ ისინი, ამ სახელებით იყვნენ ისინი შენი დარქმეული სახელებით და აი ეს შემოქმედებითი აქტი აი ამ მსგავსების გზაზე, ასე ვთქვათ, სიარულის დასაწყისი უნდა იყოს ადამიანისათვის. სხვაგვარად რო ვთქვათ, ადამი, როდესაც სახელებს არქმევს ცხოველებს და ყველა ცხოველს თავისი სახელით და ყველა მცენარეს და ყველა ქმნილებას თავისი სახელით აღჭურვავს, ამით ერთის მხრივ თავისთავად ცხადია მინიშნება იმაზე, თუ ადამიანს როგორი გონიერება აქვს და რამდენად ძლიერია მისი გონების შესაძლებლობები და მეორე მხრივ ადამი იწყებს თვით იდენტიფიცირებას, ადამი იწყებს თავის გამოხატვას სწორედ შემოქმედებაში, სახელების დარქმევაში. მაგრამ სწორედ ამის შემდგომ ნათქვამია, რომ ადამისი არ იყო შემწე, რომ ადამა ვერ მონახა თავისი შემწე. შემწე რაში? აი რაში ჭირდება დახმარება სამოთხეში? მის უშინაგანეს ნაწილში, ედემის ბაღში, რომელშიც მოათავსა ის ღმერთმა, თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ არც არაფერში. კი, ადამი იქ ცხოვრობს, ადამი იქ მოვაწეობს, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი, მისი არც ერთი მოძრაობა განსაზღვრული არ არის ტანჯვით, წვალებით, ოფლიანობით, დაღლილობით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. დახმარებას ამ ნიშნით ის ასაჭიროებს, მაგრამ აშკარა წმინდა წერილში არის მითითება, რომ აი ამ განცდის შემდგომ, რომ ეს ყველაფერი ღმერთმა მისცა მას და სახელებით დაარქმევინა მას, ადამისი არ აღმოჩნდა შემწე. მას უნდა თავისი პიროვნების იდენტიფიცირება მოეხდინა. მაგრამ ვერავისთან ვერ ახდენს ამას, რატომ? იმიტომ რომ არც არავინ არსებობს, არის მხოლოდ ის. და მთელი ეს სამყარო ღმერთი ეუბნება ადამიანს, შენია. აი სწორედ ამ შენით, აი ამ ფლობით, თავისაკენ მიმართვით, ადამი ვერ ახდენს პიროვნულ რეალიზებას. მაგრამ ისმის კითხვა, ღმერთთან ურთიერთობა ხო აქვს? ანუ თუ კი ვამბობთ, რომ პიროვნება ფიქსირდება ურთიერთობაში და ეს მართლაც ასია, მას აქვს უკვე ურთიერთობა, ეს არის ღმერთი. და ამაზე დიდი ურთიერთობა, პიროვნულობის ამაზე დიდი გამოხატულება ვერასდროს ვერაფერი ვერ იქნება. მაგრამ ნახეთ, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ღრმა საიდუმლოებრივი აი ამ აქტში. ადამა ვერავინ იპოვა შემწე, არა მარტო იმაში, რომ მისი პიროვნულობა დაფიქსირდეს, არა, მარტო ამაში კი არა. ადამი ეძებს ვიღაცას ისეთს, რომელთან ურთიერთობაშიც პიროვნულობა დაფიქსირდება ღმერთთან მიმართებაში. ეს რაღაცა ღვთაებრივი უნდა იყოს, ისეთი კი არა ადამიანს რო უნდა, არა ისეთი ღმერთს რო უნდა. მოდით ცოტა კარგად გავიგოთ. არა ისეთი, როგორცაც ადამი ეძებს, არამედ ისეთი, რომელიც ღვთაებრივია. და რა არის ღვთაებრივი? ჩვენ ამის შესახებ წინა შეხვედრაზე ძალიან საინტერესო რამე ვთქვით და მოდი გავიმეოროთ, ოღონდაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს პირობითი, ჩვენ ამომწურავად და დამაჯერებლად მხოლოდ იმის ხმა შეგვიძლია, რაც გვითხრა თვითონ ღმერთმა.
რაც ღმერთს თავის თავზე არ უთქვამს, თავის მოქმედებაზე არ უთქვამს, თავის მიზნებზე არ უთქვამს, ვერაფერს ვიტყვი და თამამად ვერ ვისაუბროთ, ხო? შეიძლება კერძო აზრი გამოიხატოს ეს. წმინდა მამებთანაც ასეა, მაგრამ დამაჯერებლად სწავლების სახით ამას ვერანაირად ვერ შემოვიტანთ. აი მაგალითად ვინმე თუ მკითხავს, რატო განკაცდა ღმერთი? მე მაქვს სრული პასუხი, რატო განკაცდა ღმერთი? თვითონ ღმერთმა მითხრა ეს. მაგრამ თუ რამე სხვა კითხვას დამისვამს ღმერთთან დაკავშირებით, თუ ღმერთს არ უთქვიეთ ჩემთვის, მაშინ მე სრული და ცხადი პასუხი ვერ მექნება. შეიძლება რამე მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ეს მოსაზრება ვერანაირად ვერ იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ სხვისთვის ავალდებულო გახდეს. როდესაც ჩვენ საუბრობდით წინა შეხვედრაზე სამყაროს შექმნის პროცესთან დაკავშირებით, ხას უსვამდით, რომ ღმერთი სამყაროს არქვის ამის საჭიროების გამო. თუ ღმერთს ამეჭირდება, ღმერთი არ გამოდის, ხო სამყარო არის ღმერთის ნებელობითი აქტი. უნდა დაქმნის. ამავდროულად ჩვენ მიუთითებდით იმასაც, რომ აი ხატოვნად თქვით ეს სიტყვები, რომ ამითო თითქოს ღმერთმა უარი თქვა მარტოობაზე. თავი გაგვაცნო, ამით ღმერთმა თავი გააცნო ადამიანს, იმით რომ მას უნდა ის ნეტარება, ის სიხარული, ის საოცრება, რაც თავის თავში აქვს, მარტო თავის თავში კი არ კონდეს, კონდეს ვიღაცასთან ზიარი. ვიღაცასთან ერთად უნდა კონდეს ეს. ასეთია საღვთო მარადგანზრახულობის რეალიზება ადამიანის შექმნის პროცესში. ამას გულისხმობს ადამიანი ჩნდება, იქმნება, რომ მის თანაზიარი უნდა იყოს იმისა, რომელსაც ფლობს ღმერთი თავის თავში და მისი წინარე სამარადისო განზრახვით ის უნდა გახდეს ზიარი ქმნილებისათვისაც. ქმნილებაც უნდა ეზიაროს აი ამ სიხარულს და აი ამ ნეტარებას. შესაბამისად ეს განაზრახი რა განაზრახის შედეგადაც იქნება ადამიანი ღვთის ხატად და ღვთის მსგავსად. აი ამ განაზრახის რეალიზების ცდილობას ხედავ სწორედ ადამიანში, როდესაც მისია ყველაფერი და ამ ყველაფერზე ამბობს უარს, რომ მხოლოდ მისი იყოს. როგორც ღმერთს უნდა ის ნეტარება, რომელიც მისია სხვისიც იყოს, ადამიანში ჩდება სურვილი, ის სილამაზე და დიდებულება, რომელიც მისია სხვისიც იყოს. ამით ადამი გამოდის ეგოისტური კარჩაკეტილობიდან და თავისი ინტერესების ვექტორს შიგნიდან გარეთ მიმართავს, ისევე როგორც ეს ღმერთთან დაკავშირებით დაინახა მან. აქ ადამი ბაძავს ღმერთს, აქ ადამი ემსგავსება ღმერთს. მსგავსების გზაზე იწყებს სიარულს. კი მას ურთიერთობა აქვს ღმერთთან. ამ ურთიერთობაში მისი პიროვნება ფიქსირდება, გამოხატავს ის თავის პიროვნულობას, კი, მაგრამ ვერ ემსგავსება მას, თუ კი არ გაუჩნდა მას ისეთივე სურვილი, რა სურვილი წინა სამარადისო ზრახვაში აქვს ღმერთს. მასაც უნდა მოუნდეს ის, რაც მოუნდა ღმერთს, ბჭყალებში თავის დავაცხადია და პირდაპირ იკაკებით. რაღაცა ღვთისნიერი უნდა გახდეს, ანუ პიროვნულობის გამოხატულება, რომელიც ადამიანს აქვს ღმერთთან ურთიერთობაში, უნდა იყოს არა გამოხატულება მარტივად, რომელთაც დაკმაყოფილდება ადამი, არა, უნდა იყოს ღვთაებრივი, უნდა იყოს იმისნაირი, მსგავსი ღვთისა. და ამიტომაც მხოლოდ შემოქმედებითი აქტით ადამიანის პიროვნულობა ბოლომდე ვერ გამოიხატა და ამიტომაც ღვთაებრივ ურთიერთობაში გამოხატულმა პიროვნულობამ აღძრა მაძიებლობის სურვილი, ვიღაცა იყოს მისნაირი. მისნაირად ადიდებდეს ღმერთს, ვიღაცა მისნაირად ფლობდეს აი ამ მშვენიერებას. და აი ჩვენ ვხედავთ, მე იქნება ნათქვამი ამას თავისთავადცხადია ჩვენ დღესვე მივახცევთ ყურადღებას, რომ ადამიანს და მის ცოლს ევალება რაღაცა გააკეთოს, ევალება რაღაცა არ გააკეთოს და ასე შემდგომ. მაგრამ ეს ყველაფერი არის მერე. როდესაც ჩვენ გვყავს ადამი და მისი ცოლი, მაგრამ არა მანამდე, სანამ ადამიანს ცოლი ყავს. მანამ ჩვენ სხვა რამე გვაქვს სამოთხეში. მანამ სხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას წმინდა წერილი. ყურადღებას წმინდა წერილი ამახვილებს სწორედ საღვთო მსგავსების რეალიზების აუცილებლობაზე. რა არის ეს? გახვიდე ეგოდან, ამაღლდე ეგოზე, მეზე მეტი იყო, მეზე მეტი გადარდებდეს. საკუთარ მეზე მეტი გაინტერესებდეს და ეს უნდა იყოს ვიღაცა სხვა, უნდა ცხოვრობდეს სხვისთვის, არა ეგოსთვის, არა მესთვის, არამედ სხვისთვის. რადგან სხვისთვის გააჩინა ღმერთმა სამყარო, ეს სხვა მოათავს ამ სამყაროს ცენტრში, ამ სხვისთვის მოვა სწორედ ამ ქვეყნად და იმდაბლებს თავს, ჯვარს ეწვევა, მოკვდება და თავისთან ერთობაში შეიყვანს.
აი ეს ზრახვა, რომ ადამისი არ აღმოჩნდა შემწე, უკავშირდება სწორედ ამას. საჭიროა იმენაირი იყოს, იმენაირად აზროვნებდეს, ფიქრობდეს, იმენაირად ცხოვრობდეს, როგორც ეს ღვთის მსგავსობა შეეფერება. ამიტომაც ადამიანმა უარი უნდა თქვას მარტოყოფნაზე და შემწე ეძებოს სხვაში. საკუთარი პიროვნულობის რეალიზება ეძებოს არა მარტო ღმერთში, არამედ სხვაში, მისნაირ ქმნილებაში. და აქ წმინდა წერილი ამბობს რაღაცა ისეთ ძალიან მნიშვნელოვანს, რომელსაც მაცხოვარი გაიმეორებს და სხვათა შორის არ გაუკვირდებათ. მაცხოვრის სწავლება ხო გასმიესო ყვილი კბილის საწილ თვალი თვალის საწილ სისხლის სისხლის საწილ მე კი გეტყვით მარჯვენა შვილს გაგარტყავთ მარცხენა მეუშვერეთო. ხო ცოტა გაკვირვებას იწვევდა, მაგრამ როდესაც მაცხოვარს შეეკითხნენ რა არის უმთავრესი ცნება და მაცხოვარმა თქვა რომ უმთავრესი ცნება გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ეს არ გაკვირვებია და უთხრა სწორედ თქვი იცოდე ესოდა რჯულის მიერ იცოდნით არ მოდიოდა მარტო ახლა რჯულის დეტალებს ვერ შევეხებით ძალიან შორს წავა და ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა რომელსაც განსაკუთრებით წმინდა მამები და ეხლა განსაკუთრებით მახსენდება წმინდა კირილი ალექსანდრიელი რომელიც ერთის მხრივ რჯულის სულიერებაზე საუბრობს და მის სულიერი გააზრების მნიშვნელობაზე საუბრობს და მეორეს მხრივ რჯულის ღირსებაზე და მნიშვნელობაზე საუბრობს. ეს ჩვენ ძირითად თემას მოგწყვეტს და ამ ეტაპზე ეს არ გვინდა. აი ახლა უბრალოდ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ადამიანი არის ის ქმნილება, ურომლისოდაც ღმერთმა თავის თავზე საუბარი, მოდი ასე ვთქვა, თამამად ვთქვა, აკრძალა. ჩვენ ღმერთზე საუბარი შეგვიძლია მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში, მოყვასთან მიმართებაში. მხოლოდ მოყვასთან ერთად შეიძლება ვადიდოთ ღმერთი. მოყვასის გარეშე, სხვის გარეშე ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ამას ღმერთი არ იღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იცით, აი, როდესაც აი ერთ-ერთი მამა ამბობს, ხედავ რომ ადამიანი ძირს არის გართხმული და შენ მიდიხარ საკურთხევლისაკენ არქნა, ნუ გადააბიჯებ მას, რადგან ასე ღმერთთან ვერ მიხვალ, წამოაყენე და ერთად მიდით საკურთხეველთან. აი გვახსენდება მაცხოვრის სწავლება, ხო, მაცხოვრის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი მსხვერპლის შეწირვისათვის მიდიხარ და მოგეხსენა რომ შენი ძმა შენზე გულძვირად არის, დაუტევე შენი შესაწირავი, წადი შენ ძმასთან, შეირიგე ის და მერე მოდი და მერე შეწირა მსხვერპლი. ყურადღება მიაქციეთ, მაცხოვარი საუბრობს რაღაცა მოწყალების გაცემაზე, რაღაცა სხვა აქზე კი არა, მსხვერპლ შეწირვაზე, ღვთისმსახურებაზე საუბრობს მაცხოვარი. და ამბობს რომ ეს ღვთისმსახურება შეაჩერე არ გამოგივა, ვერ მივა, ჩვენ მერე ვისაუბრეთ ღვთისმსახურების ელემენტებზე, დეტალებზე და მის შინაარსზე და ვნახავთ, რომ არ გამოვა ღვთისმსახურება, ვერ შედგება, ის რეალიზებული ვერ იქნება ვერანაირად, თუ კი თავის თავში არ გულისხმობს მოყვასისა და სხვის მსახურებას. არ იღებს ამ მსახურებას ღმერთი, ეს აღარ არის ღვთისმსახურება. ეს არის უკვე საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი ეგოს მსახურება. ძალიან კარგად ჩანს აი 64 სივრცეში, სადაც ადამისი არ იპოვა შემწე. აი ეს მოყვასის დეტალი და ამიტომაც აი აქედან მომდინარეობს და ამიტომაც იცოდა ძველმა ისრაელმა და ახალმა ისრაელმა თავისთავად ცხადია რომ ეს ორი მცნება, ეს ორი პრინციპი, რომ ემსახურო ღმერთს და ემსახურო მოყვას, გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ამ ორზეა ყველაფერი დამოკიდებული, ამ ორზე დევს ყველაფერი და იქიდან არის ამოსდილი ყველაფერი. აი ამ თხრობის შემდგომ ჩვენ წმინდა წერილში გვაქვს საოცარი უწყება. რაღაცა ისმის ერთი ტერმინი, რომელიც ყოვლად მოულოდნელია სხვა რელიგიაში. მხოლოდ ამ რელიგიას შეუძლია ამის თამამად თქმა. წმინდა წერილში ისმის ასეთი სიტყვები: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. აი ერთი წუთი დაუკვირდეთ. არის სრული წესრიგი, სრული სიწმინდე, სრული სიდიადე, სრული სინათლე. ღმერთისაგან არის ეს ყველაფერი შექმნილი, არანაირ ბოროტებაზე ჯერ, არანაირ მავნებლობაზე ჯერ, სიტყვაც არ არის დაძრული და სწორედ ამ სივრცეში, სწორედ აი ამ საოცრებაში ღმერთი რაღაცაზე ამბობს რომ არ ვარგა. გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ რაღაცა არ ვარგა აი ამ სისრულეში. და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს, რომ რაც არ უნდა კარგს ვაკეთებდეთ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ სიკარგეში ხო არ არის რაღაცა ისეთი რაც არ ვარგა. ჩვენ მერე ვნახავთ, ვისაუბრებთ შემდეგ შეხვედრაზე, როგორ უვარგის ამას შესთავაზებენ ადამიანს იმ ნიღბით, რომ კარგია და კეთილი. ამიტომაც ნეტარ ავგუსტინეს მინდა დავუკავშირდე, გავიხსენებთ იმას და დავეყნობით ამ მამას და ვიტყვით, რომ
ჩვენ უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ არა კარგი, არამედ უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ ღვთაებრივი. შეიძლება კარგს ვაკეთებდეთ და იმაში სიკარგე სულ არ იყოს არაფერი, მაგრამ თუ ღვთაებრივს ვაკეთებთ, იმაში აუცილებლად იქნება სიკარგე. შესაბამისად, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აი ამ არვარგაში უვარგისობა კი არ იგულისხმება. არა, იგულისხმება ის, რომ ვერ გაჩერდება ამ განხრთობის გზაზე, ღვთის მიმბაძვენობის გზაზე დამდგარი ადამი, ვინაიდან მან ნახა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეძებს ვიღაცას, ვისაც დაუკავშირებს თავის ცხოვრებას. ეს მომენტი, რომ თავისი ცხოვრება დაუკავშიროს სხვას, სხვის მსახურებას, იყოს სხვასთან ერთად, მთელი სიძლიერით, მთელი სიცხადით, მთელი დიდებულებით გამოჩნდება მაშინ, როდესაც მაცხოვარი გვეტყვის ჩვენ, რომ მოვიდა არა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ მოვიდა იმისათვის, რომ თვითონ ემსახუროს. ეს არის საიდუმლო ნამდვილი ღვთაებრივი ყოფობისა, ხარ ყოვლადწლიერი და ემსახურები. ეს არის საიდუმლო ადამიანის ბედნიერებისა. შენი ცხოვრება არის სხვისი მსახურება, ამ დროს ხარ ბედნიერი, ამ დროს ხარ გახარებული. და აი აქაც წმინდა წერილის ელთხრობაში ეს გვხვდება სწორედ. ამასთან კავშირში გვხვდება სწორედ ამბავი, რომელიც დაწერილია ბიბლიაში, რომ ღმერთმა ადამს მიგვარა გამკვირვება, ეს გამკვირვება სპეციალური ტერმინია, ძილქუშად არის თარგმნილი ახალ ქართულში, რაც ბოლომდე ვერ ასახავს ტერმინს, რომელიც ამოღებულია ბიბლიური მთხრობიდან. გამკვირვება როგორი ძილია, იცით, აი ძილქუში კი არ არის, უფრო არის აი ნარკოზული ძილი, როდესაც გრძნობის ორგანოები გათიშულია, თავის ტვინი მუშაობს და აღიქვავს და შესაბამისად აი ამ განკვირვებისას ნათქვამია, რომ გვერდს ამოიღებს, ნუ ნეკნია შემდგომ ნათქვამი, ღმერთი ადამისაგან და შექმნის დედაკაცს და შეხედავს მამაკაცი დედაკაცს და იტყვის, რომ ეს არის ძვალი ძვალთა მისთაგანი, ხორცი ხორცთა მისთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ, რადგან მამაკაცისაგან მოღებულ არს იგი, ამიტომ დაუტევოს კაცმა დედაითვისი და მამაითვისი და შეეყოს ცოლსათვისა და იყვნენ ორივე ერთ ხორცს. ეს გახლავთ ლექსი, რომელი ლექსიც მამაკაცმა პირველად დაუწერა დედაკაცს. სიმბოლურია, რომ ჩვენ დედაკაცის პასუხს ვერ ვხედავთ, ეს უპასუხო ტოვებს მამაკაცს ყოველ შემთხვევაში ბიბლიურ თხრობაში და აი ასე წმინდა წერილში სწორედ ამ თხრობის შემდგომ, როდესაც მამაკაცს შემწე გაუჩნდება რაში? ღვთისმსახურებაში, ცხოვრების ბედნიერების მიღწევაში. აი ამის შემდგომ მოსე წინასწარმეტყველი უკვე მიდის დასასრულისკენ სამოთხისეული წიაღის აღწერისა. სამოთხე ვერ შედგა მანამ, სანამ ადამი იყო მარტო. აი როგორი მდგომარეობაა, იცით, აი კარგად მინდა გავიგოთ. არასდროს მოგვსვლია ასეთი რაღაცა, რომ ვართ სადღაც წვეულებაზე ლხინში. და საკმაოდ დიდი პატევითაც მიგვიღეს, საკმაოდ კარგ ვითარებაშიც ვართ, კარგი გარემოა, მაგრამ ხიარულება არ შემოდის ჩვენში. იმიტომ კი არა იქ რამე პრობლემა არა, არანაირი პრობლემა არ არის, კარგადაც მიგვიღეს და კარგადაც არის ყველაფერი, მაგრამ ჩვენში არ შემოვიდა ეს ხიარულება, რატომღაც წვეულებით ვერ მოვილხინეთ. წვეულებაში ვართ, ხიარულებაში ვართ, მაგრამ ხიარულება არ არის ჩვენში. აი რაღაც ამდაგვარია ადამიანში. ადამი არის სამოთხეში, მაგრამ სამოთხე არ არის ადამიანში. გესმით სამოთხის შესახებ თხრობა ჯერ რატო ვერ დაასრულა მოსე წინასწარმეტყველმა. ადამი კი არ უნდა იყოს სამოთხეში, სამოთხე უნდა იყოს ადამიანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და რატომ ცოტა მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ახლა მინდა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რამე გითხრათ იმის გააზრებაში, რომ ყურადღება მივაქციოთ ამას. ქრისტიანობა არის რელიგია, რომელსაც ადამიანი კი არ მიყავს სამოთხეში, რომელსაც სამოთხე მოყავს ადამიანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ყველა რელიგიას ადამიანი მიყავს სადღაც მიღმურ სამყაროში, სადღაც ღმერთთან, სადღაც ბედნიერებაში, იმ დროს, როდესაც ქრისტიანობას პირიქით სამოთხე ბედნიერება მოყავს ადამიანში. ამიტომაც ჩვენ მერე ვიტყვით თავის დროზე, როდესაც შევეხებით ამ თემას, რომ ადამიანის გახვდება იწყება არა იმ ქვეყნად, არა გარდაცვალების შემდგომ, არამედ მაინც და მაინც ამ ქვეყნად. აქვე უნდა დააგემოვნოს მან ის სიხარული და ის სიტყვება, რაც მას იმ ქვეყნად შეხვდება. თუ ეს გემო შენთვის უცხოა, მაშინ იმ ქვეყნად ამ გემოს დაგემოვნება ძალდატანებით უნდა მოხდეს შენთვის და ღმერთი ძალას არ ატანს არავის. ამიტომ ადამიანმა ამ ქვეყნამდე უნდა დააგემოვნოს საიმქვეყნო ნეტარება. და ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ის კი არ მიდის იმ ქვეყნად, არა, ის ქვეყანა შემოდის მასში. ადამიანის პრობლემა ის კი არ არის, რომ სამოთხეში არა, პრობლემა ის არის, რომ სამოთხე არ არის ადამიანში, აი ეს არ ვარგა. წმინდა წერილში ამაზეა ხაზგასმა, არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. სამოთხისეული მდგომარეობის გარეშე მყოფობა. ადამი კი არ უნდა იყოს მარტო სამოთხეში, სამოთხეც უნდა იყოს ადამიანში.
აი ახლა ეს დეტალები და კიდე კარგად წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, რომ აი რაც გულისხმობს ადამიანის სიხარული, ხო? რა გააკეთა ადამმა? ადამმა, რომლისაც იყო მთელი ეს სამყარო, მთელი ეს მშვენიერება უარი თქვა ამაზე. ანუ რაღაცა მეტი მოინდომა ცხოვრება სხვისთვის. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ. ეს თავისთავადია კაზუისტიკა, ამას ქრისტიანობა მაინც და მაინც არ წყალობს გაურბის კაზუისტიკას, მაგრამ არის თელიზიგი შემთხვევები იგივე ნეტარ ავგუსტინეს და როდესაც რაღაცა დაშვებებზე არის ხოლმე საუბარი მაქსიმე აღსარებელთანაც ხდება ასეთი მსგავსი, რომ ადამიანს რომ მიეღო ეს ყველაფერი თავისთვის, ეთქვა მადლობა ღმერთისათვის, ესა დიდებულება მომეციმე, ეს ყველაფერი ჩემია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ის. თავისთავადია წინ და წინ ვამბობ, რომ ეს არ იქნებოდა ის მდგომარეობა, რაც ესათროვა ღმერთს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არ აღმოჩნდა შემწე. ადამი მიემსგავსა ღვთისმსგავსობისაკენ წავიდა სწორედ იმ დროს, როდესაც უარი თქვა ეს ყველაფერი იყოს მისი, არამედ უნდა რომ ეს ყველაფერი მასთან ერთად იყოს სხვისიც. თუ ის ჩაიკეტებოდა თავის თავში, თუ ის ამ ეგოს გაუნკუთვნებდა ამ ყველაფერს, მაშინ ის ვეღარ წავიდა და ვეღარ დაიძრებოდა ღვთისაკენ. სწორედ საიდუმლო და სიხარული სამოთხისეული მყოფობისა გახლავთ ამაში, რომ უარსაბობს ეგოისტურ სინამდვილეში ჩაკეტვაზე და თავის ინტერესების ვექტორს შიგნიდან გარეთ მიმართავს. ეძებს ვიღაცას, სხვის მსახურებას. ახლა ყურადღება მივაქციოთ ამ ყველაფრის რეალიზება როგორ ხდება, ხო? ეს როგორ არის წარმოდგენილი წმინდა წერილში. ადამს და მის ცოლს ევალებათ რომ დაამუშავონ ბაღი. რას ნიშნავს ბაღის დამუშავება? ზოგიერთი ფიქრობს, თითქოს იქ ადამი დამდგარი იყო და სპილოსათვის უფლება არ მიეცა გადაეჯეგა რაღაც მისი ბოსტანი. თავისთავადია ეს კარიკატურულად ვერ წარმოვიდგენთ სამოთხისეულ მდგომარეობას. მოუაროს დაამუშავოს სამოთხისეული ბაღი ნიშნავს მოუაროს და დაამუშავოს ის სამყარო, რომელიც სამყაროს თავის თავში აქვს მოქცეული. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ადამიანი ეს არის მიკროსამყარო, მაკროსამყაროში, მიკროკოსმოსი, მაკროკოსმოსში, რომელშიც ჩადებულია საოცარი თვისებები განღრთობის შესაძლებლობისათვის. ამ ბაღის დამუშავებაზეა საუბარი უწინარესყოვლისა. სწორედ ამ ბაღს ვერ დაამუშავებს, იმიტომ გადაითელება ის სამოთხისეული ბაღიც. ჩვენ ვთქვით თავის დროზე, რომ ადამიანი არის შემოქმედებითი არსება და ყველაზე დიდი შემოქმედება ადამიანისა არის არა ის, რომ სახელებს არქმევდეს ქმნილებას, ესეც შემოქმედებაა, მაგრამ ყველაზე დიდი შემოქმედება არის, რომ მან უნდა თავისი თავი გამოძერწოს ღმერთში, თავისი თავი შექმნას ღმერთში, განიღრთოს. ეს არის ყველაზე დიდი შემოქმედება ადამიანისა. ყველა სხვა პროცესი დამხმარია ამისათვის. ეს როგორ ხდება და რანაირად თავისთავად ამის შესახებ სხვა შეხვედრებისას ვისაუბრებთ, უბრალოდ ახლა ჩვენი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ აი ესეთი ადამიანი ღვთისაგან მოწონებული, ღვთისათვის სათნო ასეთი ადამიანის ცხოვრების მდგომარეობა არის ის, რომ თავის ბაღს, თავის შინაგან სამყაროს უვლიდეს, პატრონობდეს მას. ეს არ არის არსება, რომელიც ესკალატორზე შედგა და ახლა ავტომატურად მაღლა, არა. ადამიანმა თავისი თავი ღმერთთან ერთად, მე ჩვენ ტერმინ სინერგია შემოვიტანთ, აუცილებლად სული წმინდის ძალის მეშვეობით, თავისი თავი უნდა შექმნას, თავისი თავი გამოძერწოს ღმერთში, ანუ მიიყვანოს გაღრთობის აი ამ მდგომარეობამდე. თავისთავად ეს ღმერთის გარეშე წარმოუდგენელია, ღმერთმა უნდა გააკეთებინოს ეს, მაგრამ მისი ნებელობა თავხედროში უნდა იყოს, სინერგიული უნდა იყოს. აი ეს არის ბაღის მოვლა. მეორე მხრივ ამბობენ, რომ ადამიანს ეკრძალებოდა რაღაც ხილის ნაყოფის მირთმევა. ეს ასეც არის თავისთავადია, მაგრამ მარტო ეს არ ეკრძალება ადამიანს. თუ წავიკითხავთ ბიბლიას ყურადღებით, ნახავთ, რომ ადამიანს სხვა რამეც ეკრძალება. ადამიანს ეკრძალება შეჭამოს ნაყოფი ხისა, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. და იმავდროულად ეკრძალება არ ჭამოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, ანუ დადებითი კუთხით რო ვთქვათ, ადამიანმა უნდა ჭამოს სიცოცხლის ხის ნაყოფი და არ ჭამოს ნაყოფი ხისა, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და დავაკვირდეთ ამას. ყურადღება მივაქციოთ ამას, რომ ადამი ვალდებულია არა მარტო არ ჭამოს, არამედ ვალდებულია ჭამოს კიდევაც. ესეც მის სამოთხისეული ცხოვრების შემადგენელი ელემენტია. და ეს ვალდებულება ისევე როგორც არ ჭამისა, ასევე ჭამისა, ისევე როგორც ნაყოფის არ მიღებისა, ასევე მიღებისა, არის არა მტანჯველი, მეგობრებო, არამედ არის მისი ცხოვრების გამომავლინებელი.
ასე ცხოვრობს ის იძულებით კი არ იღებს ამ ნაყოფს და იძულებით არ იღებს მეორე ნაყოფს, არა. ის აზროვნებს ისე, რომ უნდა მიიღოს ნაყოფი ხისა სიცოცხლისაგან და არ მიიღოს ნაყოფი ხისაგან ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. მისი აზროვნება გულისხმობს ამას, მისი ყოფობის წესი, ცხოვრების ფორმა გულისხმობს ამას. და მოდი ვნახოთ საბოლოოდ პასუხი გავცეთ კითხვას, რა ფორმაა ცხოვრების აწესია ეს. ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს აკრძალული ნაყოფი და მეუღლეს ხრი დასაშვები ნაყოფი, ხო? ადამიანისათვის არის არა ხელმიუწვდომელი და ძნელად მოსაძიებელი. არამედ ამ ორ ნაყოფთან მას ისეთი დამოკიდებულება ექნება, როგორცაც განსაზღვრავს. სიცოცხლის ნაყოფს ჭამს, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა რომ უნდა ჭამოს და კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფს არ ჭამს, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა რომ უნდა ჭამოს. აღასრულებს საღვთო ნებას თავის ცოლთან ერთად. მაგრამ შეუძლია ასე არ იცხოვროს. შეუძლია სხვანაირადაც იცხოვროს. რასაც ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ვნახავთ. რა არის ის, რის გამოც ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც შეუძლია. მას შეუძლია არ ჭამოს ამ ხის ნაყოფისაგან, მაგრამ ჭამს, ანუ გააკეთებს იმასაც უნდა აკეთებდეს, მაგრამ შეუძლია არ გააკეთოს და მეორეს მხრივ არ ჭამს იმ ნაყოფისაგან, ხისაგან ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, იმ დროს, როდესაც შეუძლია შეჭამოს აქედან. რას აკეთებს ამ დროს? და იმერე ჩვენ შემოვიყვანთ ამ საოცარ მამას და ვიტყვით, აბა დოროთე ამბობს ასეთ რაღაცას, რომ გასაგებია, კონტექსტი არის სხვა და სხვა მიმართულებით მიმართება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ამ სიტყვებს და ვთქვათ, რომ აბა დოროთე ამბობს, თუ გინდა გაიგო, რას ნიშნავს რაცხოვრის სიტყვები, მობაძავ ჩემ და იყვენით, რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა, და თუ გინდა შეიგრძნოთ და გაითავისოთ, რას ნიშნავს, რომ მისი ტვირთი მსუბუქია და მისი ჯვარი ტკბილია, მაშინ და არ გააკეთო ის გინდა და გააკეთე ესაც არ გინდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იყავი თავისუფალი. ყურადღება მიაქციეთ, ადამიანს შეუძლია შეჭამოს აკრძალული ხის ნაყოფი, მაგრამ არ ჭამს მას. განაიმტრო არ შეუძლია, არამედ იმიტომ რომ რაღაცის უფლებას არ აძლევს თავის თავს. აქვს საშუალება, მაგრამ ამის უფლებას არ აძლევს თავის თავს. რატო არ აძლევს ამის უფლებას თავის თავს? იმიტომ რომ ღმერთი ეუბნება მას ეს არ შეჭამ. რატო ჭამს სიცოცხლის ხის ნაყოფს? იმიტომ რომ ღმერთი ეუბნება უნდა შეჭამ. და ადამიანი არ აძლევს თავის თავს უფლებას არ ჭამოს ამ ხის ნაყოფისაგან. ადამიანი რაღაცას არ აკეთებს ისეთ, ისი გაკეთებაც შეუძლია. რა არის ეს? ამას ძალიან კარგად გამოხატავს ქართული სიტყვა თავისუფლება. ადამიანი ამ დროს თავის თავს ფლობს. თავისი თავისუფალია, თავისი თავის ბატონია, თავისი თავის გამგებელია. არ აკეთებინებს მას ის, რაც უნდა, აკეთებს იმასაც ღმერთს უნდა. აი ეს არის სინერგია. აკეთებს, მაგრამ ღმერთს რო უნდა ისეც. და ღმერთიც საღვთო მადლით შეეწევა მას. ეს არის თავისუფლება. არ აკეთო ის, რის იკეთებაც შეგიძლია. რადგან ამით უფრო მეტ რამეს მიაღწევ, ამით ღმერთთან ერთობისკენ მიდიხარ. შენ თავს ფლობ, შენ თავს ბრძანებლობ, შენ თავს პატრონობ ამით. განსხვავებით დღევანდელი დღისაგან, როდესაც თავისუფლება, თავისფლობა არის ის, რაც გინდა ის აკეთო, რა ვნებაც მოგაწვება ივნების აღსრულების უფლება მისცე შენ თავს. იმ დროს, როდესაც ნამდვილი სიხარული არის პირიქით, რაც მოგინდება ის კი არა, რაც ღმერთს უნდა ის აკეთო. ამ დროს შემოდის შენში სიხარული. და მეორე კითხვა დავუსვათ. რატო აკეთებს ამას ადამიანი? რანაირად ახერხებს ამას? თავისთავად ცხადია, როგორ ახერხებს და რატო აკეთებს, თქვით უკვე აზროვნებს ასე, ცხოვრობს ასე, რატო ცხოვრობს ასე და რატო აზროვნებს ასე, იმიტომ რომ სული წმინდა ცხოვრობს, მაშინ საღვთო მოქმედებაა, მაშინ და ამიტომ. მაგრამ ეს ყველაფერი რაში გამოიხატება და რით არის ეს ყველაფერი ახსნილი ერთადერთი რამით. არ აკეთებს, იმიტომ რომ უყვარს ის, ვინც უთხრა არ გააკეთო. თავის თავს ამის უფლებას არ აძლევს, იმიტომ რომ თავის თავზე მაღლა აყენებს იმას, ვინც უთხრა ეს არ გააკეთო. უყვარს ის და იმიტომ. და აი, სამოთხისეული მყოფობის აი ეს ორი პარამეტრი. გადუყოფელი ერთმანეთისაგან, ყოველთვის ერთად მყოფელი, ყოველთვის თავისუფლება და სიყვარული. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს და მხოლოდ ის არის თავისუფალი, ვისაც უყვარს. არ შეიძლება ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან გავმიჩნოთ. არ შეიძლება ადამიანი იყოს თავისუფალი და არ უყვარდეს. წარმოუდგენელია, მაშინ ის თავისუფალი არ ყოფილა. ის თავისი ვნებების მონაყოფილა, თავისი სიჯიუტის მონაყოფილა მაშინ. არა, თუ თავისუფალია, მაშინ მსახურია და უყვარს. და უყვარს, იმდენად უყვარს, რამდენადაც მას შეცდო თავისუფლება. ეს ორი ერთად არის. ამიტომაც აი დღეს ბევრი პრობლემა
პრობლემა უსიყვარულობისა დადის აქამდე. პრობლემა უსიყვარულობისა გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყალბ თავისუფლებას მიველტვით. ჩვენთვის თავისუფლება არის ვნებების მონობა, სურვილების ასრულება. მინდა და გავაკეთე და სწორედ ამ დროს, როდესაც გინდა და გააკეთე, შენ ყველაზე დიდი რამე დააყენე დარტყმის ქვეშ. შენ არ გაითვალისწინე, რომ გინდოდა ის შეიძლება სულაც არ უნდა ვიღაცა სხვას, რომელიც უნდა გიყვარდეს. თავისუფლება და სიყვარული ეს არის ის პარამეტრები, რომლითაც წმინდა წერილმა სამოთხე და სამოთხეში ადამიანის ყოფობის საზრისი და მიზანი დაგვეხასიათა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დღეს ამით დავასრულოთ, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.